გადაცემაში ვიყავი მის მინეში და მეუბნება კაცი რომ ციხის კადრები დადგმულია. ახლა დააკვირდით, რა არის ციხე? ციხე არის ყველაზე იზოლირებული და ყველაზე დაცული სისტემა პლანეტაზე, ყველა ქვეყანაში, რომ იქიდან არ გაიქცეს პატიმარი, ხო? როგორ ხდება ეს, როგორ ფუნქციონირებს? ციხის უფროსი აკონტროლებს არა მარტო თავის მოადგილეებს, არამედ მოადგილეების დაქვემდებარებაში მყოფ სამმართველოებს, სამმართველოების დაქვემდებარებაში მყოფ განყოფილებებს, განყოფილების დაქვემდებარებაში მყოფ ბადრაგს თუ თანამშრომლებს, ყველას აკონტროლებს ციხის უფროსი, მაგრამ პარალელურად ყველა მოადგილე არა მარტო თავის დაქვემდებარებაში მყოფ სამმართველოს, განყოფილებას, თანამშრომლოს თუ ბადრაგს, არამედ მის კოლეგა მოადგილესაც აკონტროლებს. ეს სისტემა ესეა მოწყობილი, ყოველი ბადრაგი ორი კაცი ერთმანეთსაც აკონტროლებს პატიმრების გარდა. ყოველი თანამშრომელი ერთმანეთსაც აკონტროლებს გარდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლისა. და პატაკებსაც წერენ. რა თქმა უნდა, წერენ პატაკებს. მხოლოდ ასე ხდება ამ სისტემის იზოლირებაში შენარჩუნება და დაცულობა. ყოველ 3 მეტრში თუ 4 მეტრში კარები არ რკინის და ასევე 15 და 20 კამერა აყენია ყოველ 3-4 მეტრში. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება რაიმის დადგმა? ადეიშულს რო უთხრეს, რომ ციხის კადრები დადგმულიაო, ამათვე ადეიშულს. მან უპასუხა, რომ დადგმულის თუა უკვე ციხე არ ქონიაო, ესე იგი დიდი დანაშაულიაო. ანუ მას ესმის სისტემა. თუ ვინმე კადრები დადგა, ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 2 მოადგილე და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები საქმეს ყურში არიან. ეს დადგმა კი აღარ არის, გენაცვალე, ეს არის ბოროტად გამოყენება თანამდებობრივი მდგომარეობისა. მაგრამ რაზეა საუბარი, რა არის დადგმული? იმ კადრებში პირდაპირ ჩანს ადამიანს ხელკეტით აუპატიურებენ. პირდაპირ არა ცალსახად ჩანს. ამაზე ხმას არ იღებენ. მარტო ერთ ფრაგმენტზე ლაპარაკობენ, რომ აიო, იქ ცოცხიო, ფეხებშია შორისაო თუ უკანალშიო. აი გესმით, მარტო ამაზე საუბრობენ, თორე იქვე კადრში არის გაუპატიურება ხელკეტით, ნათელი, არაფერს არ ამბობენ. გარდა ამისა მეორე კადრები, სადაც კოჭლი კაცი აუპატიურებს ადამიანს და ეს ნათლად ჩანს, მერე სხვა კაცი ნიღაბში აუპატიურებს, ეს ნათლად ჩანს. ამაზე არ ლაპარაკობენ, ერთი ფრაგმენტი აქვს გამოყოფილი და ამასაც ატყუებენ მორიგჯერ ხალხს. სულ ტყუილი, ყველაფერში ტყუილი შეიძლება კაცო. არაფერი არ არის დადგმული, ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და დახურულ სასამართლოს სტომაზე, კატასტროფა მოხდა, 1061 კაცმა აღიარა, რომ გააუპატიურეს. განაჩენებია გამოტანილი. ექსპერტიზა გაიარა ევროკავშირის წამების, ევროპარლამენტის წამების კომიტეტში ხეიდი ხაუტალასთან. ამერიკამ აღიარა ეს კადრები. ევროპამ აღიარა, მთელმა მსოფლიომ აღიარა ეს კადრები და სწორედ ამიტომ გადადგა ბატონი დატოვა ხელისუფლება ნაციონალურმა მოძრაობამ, თორე არაფრით არ დატოვებდა. ამერიკელებმა უთხრეს, რომ დატოვეთო, ამიტომ დატოვეს და ახლა ხალხის მოტყუება და ახალგაზრდა თაობის მოტყუება, რომ ეს დადგმულია, არ არის საჭირო. აქ მეტი დეტალების მოყოლად შეიძლება, მაგრამ ეხლა არ ღირს.